ბიჭო, ამერიკაში იყავი უკვე თუ? ეხა მივდივარ. ული გამისკრავს. როდის მიდიხარ? 16-ში იქავარ, 19-ში გვაქვს კონცერტი. 19-ში და სად გაქვს კონცერტი? Palladium Times Square რაღაცა. ეგეთები გაქვს შენ? რა თქმა უნდა, შემიძლია Palladium-ი რა თეატრია რამე თუ რა? რაღაც Paramount-ის ის ყოფილა რა. სტუდიები და ბანდარიო ის არის რა ქვია. კაი, მარტო შენ და ვანიჩკა ხარ? მე ვანო და ლევანა მივდივართ. მოდი ახლა მე გაგაცნობ ჩვენ ძლიერ მეგობრებს. ბეცონ სპორტი. ჩვენი ძმები და დები. სპორტული ამბების არხი არის, ასევე ჰერიო დინამიკები, რომელიც ქართული წარმოების არის და შუალედში მიხვდები, მაგათ ფოკუს ერთი გვაქვს შემონახული. ასევე Forcewood-ი არის იგივე მიზეზი რა ის გამოც მე ახლა მიჭირს ლაპარაკი. მატჩია ეს პრობლემა, რომელიც იყიდაობის კისალხში და ალგორიუმში, ცოტა ასევე ჩვენი სტიკერები გვაქვს. იმ დღეს ვიყავი სხვადასხვა ვეპორიაში, ვნახე სტიკერები. ხო, ისე რომ იცოდე დიდი რა საკმაო გემრიელი საჩუქრები მოვიდა. იცი რატო? იმიტომ რომ მე ვიწუწუნე წინა ეპიზოდში. და ისეთი რაღაცებია შიგნით რომ მომეცია. მაგათი სუნი უდის. არ ვიცი. კაცმა არის. მე გეუბნები. ძირითადად ჩემი საჩუქრები არის ნუზები. სითხეებიც არის. ასევე მაგრამ ისე დაიწყო უცებ. შენ გონია რომ ეხა დაიწყო. დიდი ხნის დაიწყო. გადმოდგი აქეთ გადმოდგი. ეს ჩემი პორცია. ასევე არის შენი კითე ცალკე ჩანდა გოგას. ხო და მოკლედ გობეჯას რაც შეეხება. ბიჭო, პრობლემურები არიან? არა. ვანო იდეაში. ხა უცებ. არა, კამერები ჩაიყო. არა. წერა მარავდე რომ იცოინებოდი უკვე აიგეს უკვე. ხო და ვანო იყო ჩემ ყმაწვილკაცობაში ხოდი გზაში ბულკესი. და გავიციროთ, გავიგეროთ ცოტათი გართულდა, ხო? ასაკმა იცის. ასაკმა აჯაჭხანა, გაურთულა ხასიათი, მაგრამ თქვენში ვანოს ვიცნობდი პირველს, იმიტომ რომ ამის ჯგუფელი იყო. მაგრამ მუსიკის არაფერი არ ეთყობოდა მე რო გავიცი. ძალიან მუსიკალური ადამიანი. შეიძლება გულში იყო, ძალიან კარგად მღეროდა ხოლმე სულ. მართლა იცი რა ლამაზი ხმა ქონდა? ქონდა რა. ქართულ რაღაც არა აქვს ხო, მაგრამ იმ პერიოდში რაღაც თავის ბარძიმაშულებს და რაღაცებს მღეროდა ისეთი თბილისით რომ. ეხლა და ეგ ჩვენი საერთო გადაკვეთის ამბავი როგორ დაიწყო იცი? სადღაც ერთ ვანოსთან ერთ-ერთ ნაკირავებს სახში ვარ და რაღაცა სოუკიდან ავედ საამესავს და ციფელ ფეხებამ ტრედებოდა რაღაც და ეგეთებს ღერის და რაღაც ხმებში გავშალეთ და რაღაც ხო ისა ძველი რაღაც თბილისური რაღაც შემოთბილი ეგ რო აყანებს ხოლმე მეთქი შენ რა მაგარი რაღაც მაგრამ ღერი ხარ თუ რაღაც მაგარი ყრონტი გაქვს მეთქი და რაღაცა უნდა უეჭველი გავაკეთოთ რა და მე ჩვენ აღარ გვიფიქრია და თავის ეგრე დავაგდა რა თავისით კი არა ხო რავი ეგრე ეს თავიდან ბენდი გააკეთე თუ სერიალიდან გამოვიდა აი ეგ არის რა ეგ ბენდის ისტორია ეგეთია რა თავიდან იყო ტელევიზორში რა და მე იმ ტელევიზორიდან გადმოვედით ეგრე გამოვიდა რა შენ და ვანო ხო მანამდე იმღერეთ ვიდრე სერიალი დაიწყო ხო ანუ ეს მე წეგანას ანუ ლიფონაოს მანდი იყო და ვა სერიალში ჩავსვათ პონტი იყო თუ არა როგორ იყო იცი აი ვანოს როლი იყო ირაკლი რა ქვია იყო ფირცხალაო კი რაღაც ხო ანუ ვანიჩკა რო თამაშობდა ვიცი რა და მე შემოვიდა გამოვიდა ვანიჩკა თამაშობდა პოეტს რა პოეტი რა ანუ თავისთვის ლექსებს წერდა რა ბიჭი ეგეთი პერსონაჟი ყავდა და მაგარი საყვარელი პერსონაჟი იყო ყველა სევასებოდა რა და მე აღმოჩნდა ანუ რაღაც სცენარულად ეგრე გადაწყვიტეს რომ ეს თავისი ლექსები გაემღერებინა რა და ნუ მე ხმის რეჟისორი ვიყავი რაღაცა მაშინ უკვე მე რაღაც უკვე არსებული მუსიკოსი ვიყავი რაღაცა და რაღაც უნდა მოდი უცებ გავაკეთოთ რაღაცა რა ვქნათ თქო და მეთქი აი რაღაც ეგრე მოვიფიქრეთ რა აი რაც გვევასებოდა ბავშვობაში რაც მოგვისმენია და რაღაც ქართული სიმღერები მოდი ეგენი გავაკეთოთ თქო რა ნელა გადავაკეთოთ თქო და მაშინ რაღაც იმ დროისთვის ახალი ხილი იყო ვაფშე არავინ არ აკეთებდა ეგრე რაღაც ეგეთ ქართულ ქავერებს თუ რაღაცა და პირველი გავაკეთეთ ჩემი რაღაც ძველი სიმღერა გავაცოცხლეთ რა ცოტა გადავაკეთეთ და
რაც მე მომეციფული დოგინ რაღაც ეგეთი იყო რა და ეს დგას ქუჩაში პირველი კონცერტი ვითომ გააკეთა რაღაც იქ ეხლა რომის კომედიის თეატრი იმის წინ გადაღებული პირველი კლიპი ეგ იყო რა და მეორე სიმღერა იყო გავაკეთეთ ის აი რობის რო გადაკეთებული ქონდა რა ისა სიყვარული ძნელია და ეგ გავარდა რა კაროჩე ეგ გავარდა და მერე იყო უკვე ის შემოდგომა და შემოდგომა ვაფშე გავარდა რა ხო და მერე გავარდა და რაღაცა გვასპონსორებს უბრალოდ ხო და მერე ეგრე წავიდა რა და მერე აფშტა რომ რაღაცა კარგი ხალხმა მაგარი ის იყო ხალხისგან გამოხმაურება და მე როგორ გადავწყვიტე რომ მეთქი მოდი ლაივის დავუკრათ რა და მე დავუკარეთ ლაივი რა თავიდან ხო ხდები რაღაცა ისე ბევრი რაღაცები ჭირდებოდა მე ვიღაცები დავიმატეთ ვიღაცები გამოგვაკლდნენ და რაღაცა სასწავლიყავით ხო თავიდან პროსტა ტელევიზორის სასწავლი თავიდან ანუ ის თავიდან რაღაც შანსი სულ ის ტელევიზორის ისენია ხო და გამოვალი მდგომარეობა მაგ სერიალში დაერქვა თუ პროსტა თეკეთიმ დაარქვა და მე არა მიშამ დაარქვა შილდაძე რა დავარქვა და ეგეთი სერიაც იყო რა აი მოდი რა ჯგუფი გვაქვს თუ რაღაცა და რა დავარქვა და აი რა ვიცი და გამოვალი მდგომარეობაში ვარ და მოდი გამოვალი მდგომარეობა და შეგეხო სერიალის პოპულარობა ეგ აქსერიის პოპულარობა ვის არ შეეხო თორე რა ვიცი ხო ანუ გვერდზე ვისაც ჩაულია ყველა შეეხო ყველას საერთოდ ხო ეხლა მეგონი ერთად არა მე მახსოვს მახარასთან შენ არ გეცალა ბიჭო მახარასთან ერთად ვიჯექი როცა პირველად გავიდა ეთერში მისი ისა რა ქვია რა სერია და იცი რა ხდებოდა? ანუ ესე არ ჩერდებოდა ფრენდრიკოს ეგეთ რამე არ მინახავს ვაფშე რა. აი პროსტა პირველად რომ გამოჩნდა სერიალში რა. ეხა შენზე ხდება ეგ. ჩემზე არ ხდება. არ ხდება. არ გიმატებს ხალხის მოგისმენში. ესე რა. შენ არ იმატებ თორე გიმატებ. არა შეჭება რაღაც 1500 ფოლოვერი მყავს. აბა ჩაიხედე რეკვესტებში რა ხდება. ანუ რეკვესტებში შენ გონი არ ვიმატებ ის მაგ რა ქვია. მე უნდა დაუდასტურო ვინმეს ფოლოუინგი. ვინც გიმატებს ყველას აფოლოვებ იმაში ვცალმხრივად. ხო, ხო, ვინც ცალმხრივად გაჭირს, ცალმხრივად იმატებ. მე არ ვიმატებ. არ ვიცი. მე არაფერი დასამალი არ მოგდა. დასამალზე არ არის, მე ვარჩევ Instagram, Facebook, ხო გითხარი Facebook-ი მაქვს იმისთვის აჭენაო და მაგრამ მე ეჭვი მაქვს რომ ზმუკის დამსახურება რომ იმ დღეს კონცერტი რო გქონდა სირკუს მირკუსის პირველი 3 რიგი პირველად ვნახე ეგ ხალხი. მე ვიცი ვინც იყვნენ და ზმუკიდან არიან. ხო რა, ანუ ტექსტი იცოდნენ ზეპირად და საერთოდ ხე კონცერტზე ხო იცი აი რო დგახარ სცენაზე რო გადახედავ ძირითადად ნაცნობი სასწავია რა იცი რა ხე შეიძლება არ იცნობ მაგრამ ისი რომ ხო შენ ყველაფერი ვიგზი ვაფშე ახალი კონცერტი გაიშთა ეგეთ რამე არ მინახავს მე დამსტურეს რო პირველად იყვნენ ბევრი ვაფშე მინდა რომ სანამ გავაგზელებთ ჩვენს ისა რა გამოვეხმაურო ჩვენ ხო წარსულში ვცხოვრობთ თქვენთვის რა ჩვენთვის ეხა ჩაიარა ზმუკის ლაივმაც და კონცერტებმაც მიყრილი რაც ხონდა და ზმუკის ლაივი იყო ძალიან მაგარი ჩემი გადმოსახეიდან ეგეთ ახმართ ისეთი რაღაცები მოხდა ძალიან კაი იყო არ ვიტყვი რა მოხდა კიდე გქონდა ორკესტრთან ერთად ლაივი რომელიც ჩემთვის იყო ძალიან სასიამოვნო და მე სირკუსის ლაივი მე მართალი რო გითხრა პირველად მოვისმინე ცაგარელის ლაივში შესრულებული და გამოვშტერდი. ხო და ძალიან მაგარი არის და ყველა იმაშვებოდა რაღაც აკრობაზრობდა რომ რაღაცა ცუდი ალტისტი ვარ და რაღაცებს რო იპრანჭებდა. კარგი რა, იპრანჭია არის. და რა შეეხება ბექა გოჩიაშვილს, კიდევ თლად ეგ არის, იმინა ნახევარ ღმერთის ტიპირებს აკეთებს იმის სუნთქავს. აი, ყველა ნოტის სუნთქავს. ხო, აი მე რომ მაგას ვამბობ ვიღაც როკერების არ ესმით რას გულისხმობ. თუ არ მოусმენ ვერ გაიგებ. არა, მე ბალონია თუ ჯაზმენი თუ რა. მე ბოლოს მაგას ლაივზე რო ვიყავი, შავი ბიჭი ყავდათ რა, როგორ არის პოლიტკორექტულად როგორ არის, ვეღარ არ ვიცი. იყო ეგ ბიჭი სხვა შორის ჩვენზე ხა ჩამოსული. ანუ ეგ და ის ყავდა რა ქვია ლუკა თოფურია და ბასისტი რა, 4 იყვნენ და მაგრამ აი მან აკეთა მაგარი დრამერია ბიჭოს თქვენ კი ოლიმპიადაზე უნდა გამოდიოდეთ რაღაც მუსიკა აღარ არის მეთქი ეს რა აქ რო გადმოწყობდათ რა ქუჩები რო იცი სად ან დრამზე როგორ უკრავს იცი გან დრამს კი არ უკრავს აი რაღაც იმე გამებს აკეთებს რა იცი ბიზნესი კაცი არის და ჩემთვის რა მე ხო რაღაც ორი სიმღერა იყო მაგრამ აი რაღაცა
ახალი კომფორტი აღმოაჩინე მან რა მინდა რომ სულ მაგას ვაკეთებდე. რა. აი რაც იყო ორკესტრთან ერთად დაკვრა რა. ისე ადრე, ნახე მე ადრეც მაქვს საგალთან ერთად კონცერტი დაკრული პანდემიამდე და არ ვიყავი თლათ კარგად მე თვითონ და ამიტომ რაღაც ორკესტრი და პასუხისგებლობა და ნერვიულობდი. ეხა მეც გამიარა ამ რაღაცა სისულელეებმა საგალსას და რაღაც აი ვირგებ ამას რა ისე მისწორდება რომ რა ვიცი ხო და ბოლომდე არ ვიტყვი მაგრამ რაღაცას ვაპირებთ ჩვენ ერთად. აი გეგმა არის რა. მან მორჩეთ მაგას, თორე იმ დღეს გაჩნდა ეგ, აიდია. მე ძალიან დიდი ხანია გრანდისიმო გაჩნდა. პატარა გრანდიოზულობის. მოკლედ და მადლობა ვინც მოხვედით სამივე კონცერტზე. ხო და რაც შეეხება სირკუს მირკუს რა გინდა? მუტანტში. ასევე ძალიან კაი იყო. და ვისაც არ ქონა მოსმენელი მაგ საუნდი თუ აი ესე თქვი როგორც იხმარით კარგად თავის სცენით და ეგეთ განაწილებით კარგი იყო უბრალოდ პატარა სივრცე რო არის ის ხმა იყო ინტენსიური მე არ ველოდი ესეთ პატარა სივრცე სიმართლე გითხრა მე არ ვარ მან ნაუყო ბიბიჩა დავიმატეთ ცირკუსში და მაგარი გაასწრო კარგი იყო სამივე დღე მადლობა შვენება შენ რატო არ დადიხარ ლაივებს მოვდი ვარ ოი ხო შეჩემა სირკუსი სირკუსზე ვიყავ სირკუსზე მივადექი რომ მეთქი მოდი თქო და აგერ აგზის კაც ეგრე აღმოჩნდი აქ მე მეგონაო მე ვარ პატიჟი ხო და პირველი სასტავი ვინ იყავით გამოვალში სუპირველი თოკო იყო მე თოკა მე თოკას მე და თოკა ვაკეთებდი მუსიკას რა ხო და ეგ მახსოვს მე ეშტონა ყავდა დრამზე და ვანო რა ეგ იყო და მე უკვე რაღაც ლაივისთვის რომ გადავწყვიტეთ ლაივის დაკვრა მე დავიმატეთ ანუ ტრამპეტი დავიმატეთ ჩემი გობეჯა და კლავიში გობეჯა ანუ ლაივისთვის გობეჯა ეგრევე არის და არის რა და იდეაში გობეჯა მოიყვანა მე მოკლედ გობეჯას რაღაცა გობეჯას კომპლექტაცია მე როგორც მითხრა სელექცია რაღაცა გობეჯა ეგ ჩემი დამსახურება არისო ეგ რაღაცა ნაწილის შემოკრება გობეჯას დამსახურება არის შოთარა იცი რა იყო თავიდან გარი მოვიდა ცოტა ხანი რა გიტარაზე რა მური იმის რა ქვია ხო და რაღაცა ვერა და მე შოთარა მოვიდა ბიჭო შოთარა მგონი მოიყო გააძრო პაპუნა ყავდა მე დრამზე რა ახსოვს პაპუნა დრამერი ერთი ბიჭიაო რა მეტალს უკრავს რაღაც მეთქი რა მეტალის რაღაც და არ იცნობდი შოთარა არა შოთარას არ ვიცნობდი ხო და მოვიდა და დაუკრა რა ანუ მაგარი გიგო და შოთარას რას ვერჩით რომელ მე რო აქ იცი ჩვენ გამო ხან ბახალა როგორია და ხან გაბუნია იცი ეგ დავიდან გქონდა ერთი ისტორია სიხსენებდა ხოლმე ხო სულ რაც მეტროში ფილარმონიაში ყავს შენში ადრე ჩემში ჩემთვის როგორი გაუგებარია ეგ ბაზარი იცი ანუ სად შენ და სად შოთარა ვაფშე ვერ ხვდები ხო არ ვიცი მე მაქს რამდენიმე ის მქონდა რა ერთი ბიჭი მოვიდა ვაფშე ავსტრიაში ცხოვრობ და ან მართლა მგავდა რა ანუ მართლა ცოტა შემეშინდა და რაღაც ჩამოსული ვარ რაღაც და რაღაც ფესტივალს ქონდა თაცმინდაზე რაღაც ეზო ფესტივალი იქ მოვიდა კაროჩე რომ მე ვარ რა შენში მეშლებიო ყველას რა და იმ დღეს მოვიდა კიდე ერთი ბიჭი არის და სულ შენში მეშლებიო ვიღაცებსო და ის ჩვენი სპონსორია ფისო პუმპულა ჩანს ნეტა კაცში სულ ჩანს წესი ჩანს ეს გადაცემის ის არის ხო წამყვანია ერთ-ერთი არ ჩანს გამოაჩენ გამოგვიჩინე ფისუნია ჩვენი სპონსორია ფისო სუნტყლიანი ხო და ნიკო მე რა მახსოვს იცი კიდე მაგრამ მახსოვს ბავშვობიდან ჩვენი ყვაწვილ კაცობიდან კურტკები რო გავცვალეთ მედაში გამახსენე რა ხდებოდა საჭირო რა ხდება ჩემთვის ბუნდოვანია ექსლები ჩემთვის ხო და გითხრა რა ქონდა მე და შენ ერთნაირი დაახლოებით ერთნაირი ნუ ხაკისფერი კურტკები რა ხო და
შენ კონდა ის გეცვა ხოლმე კაპიშონიანი ძველი პრეზენტის კურტკა მაშინ მოდაში იყო. ხო და მე მქონდა მე რა მქონდა იცი მამა ჩემის ნაკონი სამხედრო ის იყო რა კურტკა იყო გვარდი ან პირველი გვარდიის როგორ შეგეს აიდან მქონდა რა ვიცი მქონდა რა ეროვნული მოძრაობა და და მე მქონდა ცოტა წელში გამოყვანილი იყო ამის ცოტა ფართულა იყო რა კაპიშონია და ერთხელ რაღაცა კონცერტს ვიყავ მგონი შენ უკრავდი თუ რაღაცა კონცერტი იყო რა და აი მოდი პიანე რაღაც კურტკები გავცვალეთ რა მე და შენ გახსოვს კარის მეზობლები რო ვიყავით სადა კაი ნუ მათქვე იყო პერიოდი კი მეზობლობდით მე და შენ კი ბატონო იყო ექსლევიც შენც გახსოვს ეგ მაგარი წლები იყო ნო თქვათ მისამართი არავინ აღარ ცხოვრობს იქ ხო მე მგონი იქ აღარ ხო დაიცალა ეგ ეგ უბრალოდ ჩვენი დაიცალა არტისტებისგან ეგ უბრალოდ ეგ ოჯახები დაიცალა ხო და მაშინ ყავდა ვიტამინი და საერთო გიტარისტი ყავდა ლევან შანშიაშვილი და დღეს ვათვალიერებდი ეგ თუ გინდა მე ცალკე მოყვეთ ან ეხა მოყვეთ რა დღეს ვიპოვებ ფოტო რომ მოდიოდი მე შედან ლევანა რო ვართ კაბებში ჩაცმულები იყო ეგეთიც შენ იყავე მან კვარიაში გამოვედით ეგ იყო რა ამბავი მოდების ჩვენება ეგ იყო რა ამბავი ის იყო ჟურნალი ანაბეჭდი რო იყო დარსოს ჟურნალი მაგის რაღაც კვირეული იყო თუ რა მოდების კვირეული იყო და მაგის დახურვა იყო რა გონიოში პოდიუმი იყო რაღაცა გავიხსენე ზუსტად რა იყო დღეს ფოტო პლაჟზე იყო გაშლილი მაგრამ ახსოვს და ჩვენ მქონდა საალათ თაში სახლი თაში ცხოვრობდით მაგრავსავდით ძალიან და ის დღეს ვიცოდით რომ ეგ ღამეს ეგ ხდებოდა რა ეს დახურვა ამ ანაბეჭდის ფესტივალის დახურვა სახლიდან დაეშვით ეგრე ხო და ძალიან ბევრი არაყი მქონდა დალეული კიდევ ბევრი მქონდა დასალევი კიდე ხო და უცებ დავაი გოგოებს უთხარით რომ მოდი ეხა რაღაც ჩაკაბები ჩაგვაცვით რომ ჩავედეთ დარსოს ვეუბნოთ ჩვენ უნდა გავხსნათ ეგ ისა რა აკაზი გოგოებმა გამოგპრანჭეს მაგარი ბუხოები დავეშვით იქიდან და ეგრევე შევარდით პოდიუმთან მართლა დარსოს დავეტაკეთ რომ ჩვენ უნდა გავხსნათ ეს ჩვენებაო რა და რაოდენ უცნაური წარუნა იყოს დაგვთანხმდნენ რატო არ დაგთანხმდნენ და გასახდელში რომ შევედით გოგოები იცვლიდნენ და რაღაცები და ცოტა ეგრე გვიყურებდნენ რა მე რაღაც მაღალი ფეხები და შურით ხო ცოტა შურით ხო მე ხო იცი რა ლამაზი ფეხები მამას ფეხები კაი ფეხებზე ვიდექით რა მესამე აღარ შანშიაშვილია ხო შანშიაშვილი ხო და მახსოვსაც მე რაღაც მოკლეკაბა მეცვა თუ რა ერთი ფოტო ვიპოვე მაგრამ ამა მითხრა რომ სადღაც სუჟეტიც დევსო რა ისე ვიპოვოთ და მაქვს ფოტოები ადრე ძველი შენ თუ შენ ეს ფოტო ქონა ადრე ჩაგდებული ალბათ ეს ქონა არის ფოტოები ვიდეოც არის მაგ რეპორტაჟი მაგ ნანა მივაგდოთ რა კარგი წლები იყო ეკვარიათის ანუ ის სასტუმროში სულ რაღაც ხდება ხო ყოველწელს ფესტივალი იყო რაღაცა და სულ უკრავდა მაგ არისო ისიც რომ დაგიჭირეს ხო პირდაპირ კაპეზედან სცენაზე რომ ამიყვანეს აუ რა კაი იყო მე ცხოვრობდი ძირითადად მიწევდა ქვემოთ ხიჟინ სახლის სამი ხის სახლი რა იყო ჩვენ ცხოვრობდით მანამდე იმაში ჩვენ ზემოთ იყავით ხო მარტინიში ხო და მაგის აუზში გულაობა მიდიოდა ხდებოდა იყო მე გამახსენდა უკვე მაგ დროს ბათუმელი ვარ ვაფშე აუ მაგარი საფხულები იყო ხოლმე ეგ და მე მახსოვს ერთ-ერთი მე მგონი ეგ იყო კაკროს ეგ წელი იყო თუ რაღაცა მე და ლევანა წავედით ავტოსტოპით სტამბულში შანშიაშვილზე წახვედით ხო დეპეშ მოუდის კონცერტი იყო რა მიუზი და პლასებო იყვნენ ჰედლაინერები რა აუ ძალიან როკ ენ კოუკერ ხო მაგარი ფესტივალი 2006-ში და ეს ცალკე თავგადასავალი იყო როგორ ჩავახციეთ ბათუმიდან სტამბულამდე თქვენ ორნი წახვედით ორნი წავედით ხო რაღაც გადავწყვიტეთ რომ ეგ რატო ძალიან ცოტა ფული ბაკურას თხოვე ფული და მასეს ხა რაღაც და სა ჯამში ქონდა სულ რაღაცა ორივე $200 თუ $250 რაღაც ეგრე მოვაკოჩე თბილი მამამის დაურეკა თუ რაღაცა $50 თუ რაღაც ეგრე გავაზრეთ და რატომღაც მოვიფიქრეთ რომ ვითომ
მოდი ეხლა ხოფაში გადავიდეთ და იქიდან უფრო იაფად წავალთო რა, ბათუმიდან ვარ წავიდეთ და გადავედით ხომ ხოფაში. მივჩავედით და იქ რაღაც ავტობუსი ვიშოვეთ, იმან Samsung-ამდე მივდივარ რა და ავედით Samsung-ამდე და ამ ეს ავტობუსის გამცილებელი ვინც არის რა, ეს თურქი ეუბნება რომ ეხლა ჩვენ Samsung-ში წავამყევითო და მე რომ იქიდან მე გაგიშვებთო რა, უეჭველიო სტამბოლიდან გადაგსხოთ ავტობუსში გაგიშვებთო. კაი, წავედით და Samsung-ში რო ჩავედით, ეს ჩამოვიდა და ვითომ რაღაცა მაგვარებდა რა, ამ გასაგებად და უცებ ახლა ავტობუსში და წავიდა. მარტოვად ეს. და დავჭით Samsung-ში, ღამე. მაგრამ ხო მაგარია ეგეთი. ხო და გითხრა რომ ანუ Samsung ძალიან დიდი ავტოსადგურია, აი აეროპორტის ხელა რა. და სადაც ინგლისური არავინ არ იცის საერთოდ. თურქეთში მაგრა კიდია აი საერთოდ და არ ვეუბნებით რომ სტამბულ რაღაცა და არაო რა დილამდეო აქო სტამბული არ არისო და ბოლოს ვიღაც ჩაის ბარის კაცი ვიპოვეთ ვინც ინგლისური იცოდა იმან გადაგვამისამართა კარში ეხლა წავედით აუ მეთქი всё გაგვაყოლეს და წავედით იქ მიგვიყვანა ვიღაცა მივედით იმასთან და მე იმას რო უთხარით რომ სტამბულ რაღაცა და ბოიცა ერთ სუთიო და მე ვიმატმა უკან დაგვაბრუნეს იმასთან ანუ მარტო იმან იცოდა ინგლისური ბოლოს დავდეკით მართლა ავტოსტოპზე რა ტრასაზე აი ძალიან საგიჟეთი იყო შენ გახსოვს კვარიერში როქშიო და რა შვებოდით ხოლმე არ ვიცი იყავი ეგ სახე წინა ზაფხულია პაკაზამდე რა ეგეთი ნიძლავი დილით რო ვიღზე და ფული არ გვაქვს რა სანამ კონცერტს არ დავუკრავთ ფული არ გვაქვს და მივდიოდით სარფში ვყიდულობდით ფუნთუშებს აი ბულკი რაც იყო საბჭოთა აი ბანძი და ეგეთი ნიძლავი იყო რომ 50 ნაბიჯში თუ შეჭამ მომ ბულკს რა და გონია რომ შეჭამ რა თან ეუნები რომ ნამდენი როგორც გინდა ისე ნელა იარე რა და ვერ ჭამ იყო ეგ ჩელენჯი ერთ ვიღაცას რაღაცაზე ნიძლავით მე სასმელზე და საღამოს იშლებოდა მაგარის უფრა რა მოგებული ო რა ამ ბულკებს ყიდულობით 20 თეთრად 10 ცალს და ესე ბულკი გვაჭმევდა კარში. ო რა. წადი შენი ფეხით. ბავშვობაში. საწავიდება. საიდანაც დაიწყო. საერთოდ? საერთოდ საიდან დავიწყე მაგარი ამბავია ხო? მე და თოკა რა, თოკამ დავიწყეთ. თოკა სადა რამდენი წელი აღანია? თოკა პროგრამირებაში გადავარდა. კი და მეტადონის პროგრამაში. ეგ პროგრამისტების ღვევი არის. ეს იმენა პროგრამისტია. და ნუ ხო რა, ეზო ფესტივალს სარიო თავარი რაღაც მაგ მიმართულების ამბავში და თავიდან დავიწყეთ მე 99 წელი იყო რა და იყო მარტო ერთადერთი კლუბი არსებობდა გახსოვთ ყველას. იუარი. ო ხო და ეგ პირველი კონცერტი ქონდა ეგრე რა 1999 წელს. სამი ბენდი უკრავდით რა. მახსოვს რა ბენდი იყო მაშინ თქვა? შენ ბენდს რა იყო? ჩემ ბენდს იყო For You. ეგრე იწერებოდა 4U. 4U ეგრე იწერებოდა რა. ხო და რაღაც ჩვენ სიმღერებსაც უკრავდით და ბოლოს დაუკარეთ ორი Radiohead-ის სიმღერა რა. ორი ცალი და მაშინ რაღაც ეგრე იყო Radiohead-ი. მე მგონი ჩვენ დაუკარეთ პირველად თბილისში Radiohead-ის ქავერი თუ რაღაც. ხო და აი მაგარი იყო. კიდე ვინები იყვნენ ის ორი ბენდი? ბიჭო, ის ორი ბენდი იყო. ბიჭო, მეც აფიშაც ხონდა, მაგრამ აი მაგ იუარის ბიჭო, აფიშა რომ მახსოვს, იცი აი For You მახსოვს, ისე მახსოვს, რომ 4U რაღაცა იყო. აუ როგორ დამოვიჭდა ბიჭო ჩვენ სუძმები რა რაღაცა ძმას ბავშვები და ეგ იყო და ზდაჟი ზიბომ დაუკრა ერთ სიმღერაში თუ რაღაცა თქვენთან ხო იმ დღეს გავახსენე და რაღაცა მე ვაგროვებ მაგ იმეებსო და მეთქი მომეცია ბენჩი დაუკრა ჩვენ ბენჩი რაღაცა ქავერზე დავაკრევინე თუ რაღაც თოკამ ღეროდა რა თუ რაღაცა იმას creeps თუ რა creeps და თოკამღეროდა და ის თოკა ბარაბანზე უკრავდა თოკა რაღაც სიმღერას გადმოვიდა მე ზიბო დავსვით ბარაბანზე რა დარამზე ხო და შემოსავალი იყო 20 ლარი სამ ბენდზე რა ღირდა მაშ ლარი ღირდა 2 ლარი ღირდა ხო ბილეთი ღირდა 2 ლარი რა ხო და მე
შეიძლება რომ არ ითქვას რომ მე რაღაც ლადო ბურდულმა მოეწონა თუ რაღაცა რა რაღაც ქართულენოვანი ბენდი რახან იყო თუ რაღაცა ხო და მე ლადომ დაგვიძახა ფესტივალებზე რა ეს კავკასიური ის რო იყო რა კავკასიის როკ ფესტივალი და მე ეგრე რაღაცა ჩავძმა კაცი და პეროვსკაიაზე რო კეთდებოდა თუ კიდე ანუ რამოდენიმე გააკეთა პარალელურ რეჟიმში პეროვსკაიაზე იყო მე სპორტის სასახლეში იყო ერთი მე იქ ძველ კინოსტუდიაში ადამი და ევაში მანდაც იყო კი მაშინ ეგ იყო რა მეტი არაფერი არ ხდებოდა რა მე მზიურის ფესტივალები იყო რაღაცები და ნუ ეგრე წავიდა რა და 2005 წელს მე რაღაცა თბილისის და ზაარბრუკენის დაძმობილების 30 წლის თავი იყო. გაიგე რომ გაწყვიტეს ეხლა ეგ ანუ აზე ხა აი თან ცოტა ჩემთვის ცოტა სენტიმენტალური იყო რა ეგ ინფო რომ გაიჩნდა ეხლა რომ მეთქი ანუ რაღაცა ჩემს იმასთან არის რა მუსიკალურ კარიერასთან არის დაკავშირებული პირდაპირ მნიშვნელობით. ამან მაგალითად. ხო და ეგ ზაარბრუკენის ამბავი. ზაარბრუკენის ამბავი ზაარბრუკენში ერთის საავედითი პიროვნებაც იყო ჩვენთან ერთად მაშინ ახლანდელი პრემიერ-მინისტრი ვარცხო ეგეთი საერთო გვაქვს უკრავდა მაგ არა მეორე ბენდის ჩვენთან ერთად ვინც იყო მეორე ბენდი ჯაზორკეთი იმათი მეგობარი იყო რა მეგობის ჯაზორკეთი და მაშინ სწავლობდა დუსელდორფში თუ რაღაცა და და იქიდან მოგდა ჩამოგვიდა რაღაცა ვიცი წესიერი რაღაცასო და ვალოდია ჯინჭარაძე აბრაზნი კაცი იყო რა მეგობეჯას რო ახსენე ვინ იყო არ მახსოვს თუ რაღაც არა ხოხტები რაღაც ეგეთი მე სად დაუცურდა როგორ დაუცურდა არა არც არის ის მაგრამ ნუ ხო რავი ეგ ესეთი იყო მაგრამ თვითონ მოვლენა მაგარი იყო რა ნუ აქედან ხოხტები რომ სიურის ფესტივალზე რო უკრავდა ანუ რო ჩავედით და ხმის რეჟისორი მოვიდა და რაზე უკრავთო რა ფურცელი ქონდა ეს ინსტრუმენტები ჩამოწერილი და რო უთხარით გრამი მასში რაღაცეები და ეს სიჩქები დასვა რა და წავიდა ოკეიო მაგარია всё და მეთქი ის არ იქნება რაღაც საუნდჩეკი მანამდე რომ რა ეს არ იქნება აკრო ანუ სანამ კონცერტი დაიწყებოდა მანამდე ერთი 8-9 საათიდან რომ მარტო რა რო იცმოდა და ბოლოს მაინც რო საერთოდ არ ვიცოდით რას უკრავდით რას ვღეროდით აი მარში გონზე არ ვიყავი და პირველად მივიღე კულტურული შოკი რომ ვიღაცამ ესე პროსე მონიშნა წავიდა მე ეს ინსტრუმენტები დეფაულტად გაასწორა თუ რაღაცა და პირველად მაშინ გავიგე მონიტორებში ჩემი ხმა რასაც ვღეროდი რა აი ეგეთი ამბავი იყო და მე კავშირები მე მაგრა გამოგვადგა მე აი ბჭებიც იყვნენ შემდეგ ბლეკმაროვის სტადიო თქვენ წელია ჩვენ 3 წელი ვიყავ 2005-ში ვიყავით 2007-ში 2009-ში რა ძალიან საყვარელი პატარა ფესტივალი იყო ხოლმე რა ის მთელი იმ პერიოდში სუის იყო რა რაღაცა ეგეთი დრო იყო რომ სხვადასხვა ლოკაციებში იყო და ეს ერთი ეს იყო რა პატარა ფესტივალი რა და ბოლოს 2009-ში მაგარი იყო მე ტეტე და გაჩამ გადაწყვეტეთ რომ იქიდან წავსულიყავთ ბერლინში და წავედით მატარებლით ბერლინში ეგენი მიენმაი მანქით იყვნენ წამოსულები ეგენი 2009-ში მგონი უკვე მიენმაი მანქი იყო ხო და ხო და თან მე მგონი ტეტე მეცმეხმარებოდა თუ რაღაცა რა რაღაც ეგეთი ამბავი იყო და წავედით ბერლინში მატარებლით და ბერლინში აუ რაღაცა ეხლა თუ მე აღმოვაჩინე რომ ლეგენდარულ კლუბში ვარ ნამყოფი რა Bar 25 იყო რა ბერლინში ერთი ძველი რა ანუ აი ესე 90-იანებიდან მოყოლებული მაგარი ესეთი კლუბი და მე ხო ესე რო გახსოვს რა ძალიან რაღაც საბურანში რაღაც რა ხდებოდა ინ როგორ რაღაცა და მე რაღაცა მალე დახურეს ეგ კლუბი რა და რაღაც დოკუმენტური გაიჩნდა მაგ Bar 25-ზე და მთელი ამბები იყო იქ რაღაც ტირილები გამოსულები რაღაცები და უცებ და მეთქი აქ ნამყოფი ვარ თუ რაღაცა რა მე აღმოჩნდა რომ ლაივ კლუბი იყო თუ არა ელექტრონული ხო მაგრამ ისეთი იყო რა ანუ სინთი კომპლექსური რა მარტო ელექტრონიკა არ იყო რაღაცა ხო მე არ მახსოვს საერთოდ ხო მე მაქედან გაიჩნდა ის კატერ ჰოლციგის
გააკეთეს მერე და ეხლა არის კატერბლაუ ქვია თუ რაღაცა რა. არა ეგ მაგარი იყო. და მაშინ ვიყავით კიდე პირველად Golden Gate-ია კიდე პატარა კლუბი არის ყველაზე ერთ-ერთი საყვარელი კლუბი არის ბერლინში, მანდ ვიყავით პირველად. ჩვენ სად ვიყავით სალომემ რო წავიყვანა. მე კლუბები აზე არ ვარ. მანდ მოვისმინე, კაც პირველად რო წავედით მე და ეს ბერლინში. მეგობარმა წავიყვანა კლუბში. და ნუ კლუბში და შემთხვევით აი ძალიან ესეთია და უცებ ჩაერთო Britney Spears-ის Toxic-ის remix. და უცებ გამინათა და ეთქი მარია იყო ეგ, მარია ერქვა. კლუბს, ხო, სამსექციანი რაღაც. ხო, რაღაცა ესე. და მეთქი რომ ჩამოვედი კავერი გავაკეთე ლოლიტების. ეგ მაგარი კავერი იყო, მაგრამ მაგ წელს გაიხსნა პანორამა. ოღონდ პანორამა იყო ჯერ ბერქაინი. ბათუმი? ჯერ თქვენდა არ იყო, ხო? აი მაგ დროს გაჩნდა წელს. ეგ იყო 2008 თუ რაღაცა. არა შეჩემა. 2008-ში. 2002-3 წელი. ანამდე იყო პანორამა? ისე ტრეზორიდან როცა. კულტოვი კლუბებზე თუ ჩამოვარდ ლაპარაკი, ცოტა მეც გავიტრაპახებ ის არა, ხია. ერთხელ ვიყავი ფესტივალზე ხრონინგენში, ჰოლანდიაში. და გაიჩნდა რაღაც კლუბია რა, კონცერტი გვაქვს რა, даже მისტერის ვიდეო არის მანდ გადაღებული Young George and Lolita-ს. და ბიჭო, შედი ხარ და ძველი აფიშები კიდია, ვინცაც მანდ აქვს დაკრული რა. Soundgarden-ი, Pearl Jam-ი, Nirvana, Radiohead, პიზდეცი ხდება, ანუ აი ვინც ეთყობა აი როგორი პონტიცია, აი სანამ გაიქაჩებიან ბენდები, მაგ კლუბებში უკრავენ რა. და არჩე პიზდეცი ხდება რა. ყველანაირ აი რაზეც ვარ გაზრდილები, ყველას აქ მანდ გამოვლილი რა. და ის არის რა ქვია რა, ძალიან ცნობილი კლუბი არის რა, რატომღაც რაღაცა ხრონინგენი არ არის იმდენად. არც დიდი ქალაქია ძალიან და ეთყობა მაგითო, ხო. არის მაგ კაი ფესტივალია რაღაცა. გუფისგან ვიცი მე გუფი ხომ აქ. ბინადრობს ცოლეული მაქაური კლუბში. ეგ მაგ ფესტივალს მოყვე ყველაფერი. აი ის იმ დღეს გამოსავალივით რაღაცას რო ბაზრობს სადღაც ვიღაცასთან coming out-ი რო აქ ამ დამოკიდებულებაზე. იქ ხო ყვება მაგ ფესტივალზე ყვება. ბავშვი დავგარგო. შემი კარგი მანხა. ბავშვი მეჯდაო ხრებზე და უცებ არზის. ხრებიდან რომ ბავშვი გიქრება ძალიან არის ბიჭო. ისდეცი ისტორია. აი ჩვენს მაგას ეგრე ბავშვი დარჩა დაბადების დღეზე. წამოვედიო რა და მირეკავენ რომ შენ როდის დაბრუნდებიო და რატომ? აუ ბავშვი ტელეფონი მაგას. თან ვაფშე არც. ჩემი კარგი. აუ რა აპასი. ტელეფონი მაქვს რაღაცა ყველაფერი საფულე მაქვს და რა ეს და თან ეთყობა თან მეგობარის რაღაცა ნაცნობი და ეთყობა ცოტა რაღაცა პერიოდი გავიდა ეხა რა ამოიწურა ის. ეთყობა ყველა წავი. და რო თქვენ შენ როდის დაბრუნდებიო და რატო და რა ბავშვი. ეგრე ჩვენ მეგობარს და დარჩა არ ვიტყვის. ეხა დიდია უკვე ის ვინც დარჩათ ტაქსში. ტაქსში დარჩა. შეჩემა დარჩა. და ტაქსი თვითონ მობრუნდა და იპოვნა სადაც ფიზდეცი. მაშინ ალბათ შეო ტელეფონი ზარი. ადრეს თელი აპარატურა რო დარჩა ტაქსში გახსოვს ეგ ისტორია, გიტარა და პედლები ყველაფერი დატოვა ტაქსში. ვერ იპოვა ეგ მეგონი ხო? ჰერიოზე ხო არ შეთავაზებდი. ხო და ჩვენ ჰერიოს მეგობრებთან ერთად გვაქვს ესეთი რუბრიკა დაუფასებელი თუ რა ქვია რა ზედაპირზე ვერ ამოსული სიმღერების პოპულარიზაცია. ხო და რამე სხვა შემოგთავაზე. იცი რა, რამდენიმე ვერსია მქონდა რა. რომ აი ეგეთ რა ვფიქრობდი, ბევრი ვიფიქრე. ანუ უნდა ვახსენოთ რა, სამწუხაროდ რაღაც კარგი ჩანაწერი ვეღარ ვიპოვეთ, მაგრამ აი ლევან ჩანშიაშვილის ბენდი იყო ქაოსი ეგეთი. აუ. საიდანაც აღმოვაჩინე მე. ჩვენი საერთო გიტარისტი. ანუ მართლა ის პერიოდი იყო რა, რომ პირველი მაგაც სიმღერა დავდურ მე მაგ სიმღერა. ხო და გითხრა და ვეძებდით გიტარისტს რა. და უცებ რაღაცა კონცერტი მაშინ იყო, მგონი ქაოსი, სტრინგი უკრავდა და რაღაცა ეგეთი კონცერტი იყო საერთო რა, მგონი რაღაც უნივერსიტეტში თუ რაღაცა და უცებ ეს ბიჭები გაიშიდნენ ვიღაცები, უკრავენ აი ძალიან უცნაურ, ცოტა აი Radiohead-ის ინფლუენსი რაღაცები,
მაგარი, ანუ თან ვერ გვინ არიან პატარა ბიჭები რა. და ძალიან აი მაგარი ინსტრუმენტალი და მეთქი რაღაცა ხო არ გზალია რაღაც დაუკარი ჩვენთან ერთად და მაშინ იყო თან ლადოსთან ხდებოდა ხოლმე ისენი რა აკუსტიკური ლაივები. და მეთქი ლადოსთან ხარ მეთქი ესე ძალიან კაი ბიჭები არიან თქო და რაღაც ლაივი ქონდათ მე იქ ლადოსთან სახში. და მე ჩვენთან უკრავდა ლევანი რაღაც და მე აი ბიჭებიც მე ანუ ჯერ შენთან უკრავდა ლევანი და მე შენ. მოყევი ერთი შენ როგორ გაიცანი, რო შეგიშ. ეგ ხო მოყოლილი მაქვს აქ არა? მოუყვევი მაინც. იცი შენ ეგ ისტორია? ქაოსი ჩვენ სტუდია გქონდა და ქაოსი მე არ ვიყავი იმ დღეს რაღაც ბენდი იყო მოსულიო, ჩაწერეს სიმღერა, აბა მეთქი რა ჩაწერეს და ვა მეთქი რა მაგარია თქო და განსაკუთრებით გიტარის პარტიაზე აი გამოკლედ. მეთქი ვინ არის თქო გიტარისტი და ლევანაო. ლევანა და ნუ არ დავიწყეთ დაკვრა ძმობა რაღაცა გავიდა 10 წელი იმის მერე და ბაზრობთ ამაზე რა, რომ აი მეთქი ამ სიმღერიდან და რა პარტია და პარტიაზე ბაზრობ და თურმე მეორე გიტარისტი უკრავდა იმას რაც მე მომეწონა შევა. შერჩალევანა. აბა ის ვეში თუ გადა და ჩავთ. მაიცა და კიდე ტელესკოპი უნდა გავისწროთ. ტელესკოპი არის ჩემი ძმები. ტელესკოპი აი ძალიან აი ეგ ბენდი მართლა მე მგონია რომ რაღაცნაირი დაუფასებელი ბენდი არის. აი ის სუმახსოვს მე ამ ქალაქის თავზე ვერ ხედავ ცას და რაღაცა თავისი სპეციფიური ვოკალით იმ დროის საქართველოში არ იყო რა ეგეთი რაღაცა. ეგ ვოკალი კიდე მანამდე საქართველოში დაიწყო. სიმღერა რაღაცა external hard-ზე მაქვს. ხო? ო. ქაოსი. მაგის პრე-ვერსია. იმიტომ რომ ეხლა რასაც ვეძებდი, ლაივები ვუდებ და არ არის რა, ისეთ არ არის მოსმენა და შენ რაღაც სტუდიური ჩანაწერი გაქვს. მე მგონი თვითონაც არა აქვს და მე მგონი კარგი იქნება რომ უცებ თუ ვიპოვე. შენ ამოუგდო, ეხლა ეგეც გაიქნებ. ვიპოვე. ხლიცეთ. ჰერიოში ჩართოთ? ძალიან წარმოიდგინე ეს არის 99-2000 წელი. 2000 ან 2001 საქართველოს ეგეთ რამეს არავინ არ უკრავდა. მე ხილავი სამყაროს შუზე დავდივარ. ლაინჯერი. მე როცა ბრამბოჩი შემოდი ხო, უცებ ხო. ამ სიმღერის გამო რომ დაგსტრაიკოს YouTube-მა. YouTube-ს არა აქ სიმღერა. როგორ მახსოვს იმის მერე არ მომისმენია და ნახე რა ბილად შედის ბანაძე რა. და დავით აყავდათ ბასი მე მგონი ხო. ჩანაწერიც გაიგე. ხოთე კალანდაზის ჩაწერილი. არა ხო ეხა ბანზაი რეკორდზე გვაშვეს. გიტარა როგორ გაშალა ნახე. ისე მაგარია ეს სიმღერა რო გაჟღერდა და არავის არ აქვს მოსმენა საერთოდ ეს. კიდე რო ჩაიწერა და დებს ჩემ კომპიუტერში. ხო, მე მართლა ექსკლუზივი გამოვიდა. და თვითონაც არ უგებ მე. ნახე საკულტო ბენდი რო გახდეს ახლა. როდრიგესის ფოტო. თვითონაც რო არიცი. რაღაცა ბოლოში არის CDJ solo. მაგრა ფურდება ეხლა მე მან. აუცნაური ჩანაწერია ჯულა არის. რამის ლაივია ხო? ხო რა. ხოლმეონებს მოედანზე ქონდა სტუდია ზარდაფში. რაღაცა მახსოვს. იმის გვერდზეა ეგ ზუსტად კულტურის სამინისტროს გვერდზე ჩოზე. არა, ეს ხოლმეონებიდან იყო ასასვლელი იმისკენ რა ქვია.
შენ გახსოვს ნამოთხა ხო? სტრინგს ჩაწერა იყო, მაგაც იდეა იყო რაღაც. მან ბებია ჩემი ცხოვრება. არა, ჩემი სიმონჯე ვერ აღწევს მაცავარ მოიცა ეგ ის შენობა იყო ცუმბოროდი სადაც იყო მე თუ ეს სხვა აჩა მან სტუდიაში ვიყავით 9/11 რომ მოხდა ახსოვს გარუცნავის წერა solo მაინტერესებს რა. ხო აბარა ეს პრიძელია. რეგიონი ეხლა გატეხილი სოლო იქნება რაღაც ეგრე მაქვს რომ არ არის 4/4 გაიხადე კაცო, ვინაია? იდეალმა იცედა. იმ დღეს ლაივზე გაიხადა. კომეცი ექშენ სულელები. უცებ ბატონს მაიგიტოვი. ეს წარმოიჩინება. პირველი სიმღერა, მე მგონი რომელსაც ბოლომდე მოვუწუნე. არა. ლევანა და ვინები? ლევანა, გიო, ივანიშვილი, დავითა და ეს ვოკალი ვინ იყო? გიორგი. ხო, ეხლა მე აღარ არის. მასწავლებთ. გაგივარჯოთ და გაგვემარჯოთ. შეგინაცვალი. ხო და მე წყალს AI-სთან დამოკიდებულება გაქვს ნიკო. ვაფშე არნაირი პრობლემა არ მაქვს ისტერიკებს რო ტეხავენ. აი მეც ანუ ჩემთვის არის აი ჩეულებრივი გაგრძელება როგორც თავიდან ფირზე რო წერდნენ და კომპიუტერები რო შემოვიდა ზუსტად ის ალბათ ეგეთივე ისტერიკა იყო იმათვის ვინც ფირზე მუშაობდა რო შარლატანებს ეძახდნენ კომპიუტერზე ჩამწერ ტიპებს. კი აი რაღაცა ეგ ასოციაცია მოდის არ აღვიქვა მაგას ხელოვნება. როგორ არის იცი ხელოვნება აი ანუ მუსიკა რთულია რა ვიზუალური კიდე ის არის რთული რაღაცები შეიძლება დაარქვი მაგრამ მუსიკა მე რაც დღემდე მაქვს მოსმენელი მაგას ხელოვნებად და საერთოდ საფრთხეთ ვერ აღვიქვა არა იმიტომ რომ საფრთხე საერთოდ სისულელეა ანუ მე ვფიქრობ რომ მაგის რო ეს რა არის და მაგას არ გავეკარებ და ანუ იგივეა რომ აი ვიღაცებს რომ აი დენი არ გვინდა თუ რაღაცა რა ხდება აი რა გვინდა დენი რა გვინდა კაცო აქ ჩვენ სანთლებზე უნდა ვიყოთ თუ რაღაცა ანუ აი ის ფაქტი რომ შეიძლება ელექტროენერგიას რო აღიარებდე რა ის ფაქტი რომ ჩვენ შეგვიძლია ვოკალი ჩავწეროთ და კომპიუტერში შევასწოროთ პატარა დეტონაცია თუ გვაქვს შარლატანობა არ არის ეხა იმის გადმოსახედიდან ანუ თავიდან გახსოვს რომ საერთოდ ელექტრონულ მუსიკაც კი მკრეხელობად ითვლებოდა რა ანუ რაღაცა თუ ლაივ რაღაც ანუ კი მიდისაც კი რაღაცა მიდი კლავიშსაც რო იხმარობდი ცოტა აი პიანინო რო არ იყო უკვე ეგეც ცოტა ტეხავდა თუ რაღაცა რა ხო და მე მგონია რომ როგორც ინსტრუმენტად ანუ ხელსაწყოდ გამოსაყენებლად ძალიან კარგია რა მე ცოტა ეგეთ დამოკიდებულება მაქვს რა რომ ცოტა შორიდან ვუვლი მაგრამ აი სულ ხელები მეკავებ რომ ძალიან საინტერესოა რა აი გიადვილებს ბევრ რაღაცებს გიადვილებს რა პროცესს რა იმის მუსიკის მიღმა ხო საერთოდ რაღაცებს შვება მაგრამ
მუსიკაშიც ნუ მე მგონია რომ საფრთხე კაკრას вообще არ არის რა, იმიტომ რომ რავი, თუ გინდა გამოიყენებ, თუ არ გინდა არ გამოიყენებ. ერთადერთი საფრთხე სად მეჩვენება, იცი? აი ხანდახან სასოფში ველაპარაკები ხოლმე ChatGPT-ს გარეკილი რომ მაქვს ხოლმე რა, ძალიან დიდი ხანი სასოფში რო არ და ისეთ დემაგოგიას აწვევა. აი ზუსტად რო ვიცი რომ იტყუება რა არასწორ ინფორმაციას ვეძს და ვეუნები და ხო მე ხო ვითომ არ უთქვა მაგდროს უნდა დაუცაცხანო ხო იცი რა და უტრაკებ და ისიც ისე იმაში რომ წყობიდან გამოვყავა რა და საფრთხე რა მგონია ესი რომ ანუ აი უცებ რომ დაგიპყროს და აი ეს დემაგოგიას რო აწვევა რა ანუ ესეა რა ანუ ზუსტად იცი რომ ეს ესე არ არის რატომ ბრაზობ სოსო ხო ოცნებასავით აი დაახლოებით სიგიჟია აი ხა ნუ ნერვიულობ და რო გირტყავს პოლიციელი ახალი პრაშიუკები როა რაღაცა ჩვენ რასაც ხმარობთ ხა ხო აკლოდები და რაღაცები გამოვიდა და მაგაზე მეგონი იძახი რომ ცოტა უფრო მეტად გონიერებია არა ეხლა როგორ არის იცი რომ მართლა ის არის რა unstoppable არის ეგ რა მაგას თუ ჩამორჩი მართლა ეგეთი საბეჭდილო მშება რომ აი ელექტროენერგიას რო არ აღიარებდე რა იმიტომ რომ დღეს რასაც ისმენ ყველაფერი ელექტროენერგიის დამსახურება არ ვიყიდო უკვე ფასიანი ChatGPT აი გაშერეთ ის იყენებ რა ხმარობ მაგრამ მიგდია რომელი ფასიანი აჰა რომელი ბიჭო მაგრამ ამის ფასიანი იცი რა არის ნიკო ბიჭო აი მანამდე ხო ცოტა სათამაშოსავით იყო რა და ეხა არის ავიც არ უნდა ვახსენოთ თუ არა ერთ-ერთი ისა ყველაზე პოპულარული მუსიკ მეიკერი რაც არის რა AI Suno აი ხა აღბოლო აპდეიტში ცოტა დავსევდიანდი რა ანუ ძალიან მაგრა აკეთებს რა ანუ შენი ხო და წვლილი რა არის არაფერი და მაგას გეუბნები რომ ანუ ჩემ მეგობრებმა გააძეს რაღაც ეგეთი ის უნდათ რა რაღაც ცოტა ვიდეო იმების კოლაჟივით გაკეთება რომ აი რა შეუძლია ჩელენჯივით რა ჩემი აზრით არ შეუძლია რაღაცა რა ხო და აი ჩემი აზრით ეხა არ შეუძლია აი რაღაცა ცოტა აი ორიგინალის გამოგონება ხო ანუ იცი რატო რაზე არის დამოკიდებული ანუ შეცდომის დაშვების საშუალება არა აქვს ხვდები და ანუ მუსიკაში და ხელოვნებაში შეცდომა ეტყვი რომ ცოტა შეცდომით 20% შეცდომა შეიძლება ხო მაგრამ ანუ თავისით ანუ ისა მას არ აკეთებს მაგრამ არსებულს არ ვიცი აი შენ რომ ეხა მე და შენ რომ დავჯდეთ ეხა და ვიწა ანუ რამდენი უნდა ვიჩალიოთ აი კაი გიტარისტი მოიყვანე ანუ ვიღა ტრამპეტისტი გინდა რომ ისშოვო და ის დაგიკრას და ეგ არის კომერციული მუსიკა აი რეკლამის მუსიკა რაღაცა სტოკ მიუზიკს დანზანზეულას ანუ ჩემი ერთ-ერთი საქმიანობა ეს რეკლამის შეკვეთების აა ზუსტად ვიცი რომ მალე გაქრება ეგ ანუ პრომპტის წერა არიციან და მაგიტო დღემდე ცოტა შემოდის შეკვეთები რა თორე ნუ ვიდეოსაც რეკლამებსაც დარხეულია ვიდეოს და უკვე რაღაცა მაგრა დაერხა იმიტომ რომ ცოტა დაბალ ბიუჯეტიანი ვიდეოს შეკვეთები რაც იყო იმათ ხო იდეა მორჩა ეხლა დაჟე აი რასაც იღებენ რა ზოგი კადრი რაც რთული გადასაღებია აი მთლიანად იღებენ და შეიძლება მთლიან რეკლამაში ერთი 3 კადრი იყოს AI ისე რომ ვერ ხვდები იმიტომ რომ დანარჩენი ძალიან ის არის ნორმალური კი არა დაღდი გადაღებულია და უცებ საშიში რა არის იცი ვიდეოში რა გამოსახულებაში რასაც უყურებ ძალიან მალე კი არა უკვე ალბათ ვეღარ გაარჩევ საერთოდ რა არის სინამდვილედან ანუ იმ მხოლოდ ინტუიციაზე იქნები დამოკიდებული რა ეგ საჯარო ინფორმაცია ხო მარტო შენზე ხო არ არის რომ აი თქვა შენ გაგიკეთო რაღაცა ყველა მიცის ყველას ეცოდინება რომ ვიდეოს არ უნდა ენდო აღარ არის ეგ ხიცებული ხო მაგრამ ანუ წარმოიდგინე ეგ როგორ სადამდე მიდის რომ ვინც არ იცის ვინც კიდევ არ იცის ანუ იმათ აქამდე რომ ტელევიზორში რაც გადიოდა ხო ყველაფერი ჯეროდა და ეხა ეგ ზღვარი იშლება თქო რა მე ჩემი აზრით ანუ რეალობა რა არის ვეღარ გაიგებ და ის ტექნოლოგია რო შემოვა რომ ლაივში უკვე არის უკვე რა ანუ ლაივი რო გადის და ლაივში რაღაცა შენ მაგივრად რო ანჯელინა ჯოლი ბაზრობს სამაგიეროდ რა ბაგარ ფილმებს გადაიღებენ რაცაც ვერ იღებენ ბიჭო ეგ უკვე ჰოლივუდიდან წამოვიდა ეგ ამბები რომ AI და რამე ხა ეგრე არ არის და ისე რეგულაციები შემოვა რაღაცა რომ ხალხმა სამსახურში ბიჭო მე მგონი აი ევროკავშირი ხო არის რეგულაციებისისა და ეხლა მე მგონი ევროკავშირში რაღაც სუნო და რაღაცა დაბლოკავენ რა ნუ მოკლედ რა ხო ნუ არ ვიცი მაგრამ ყველაზე მაგარია აი პიურისტები ხო არიან ვიღაცეები რა პერფექციონისტები კი არა რა ქვია პიურისტი ქვია მაგას პიურ ერთი ტიპი მებაზრება ადრე რა შემხვდა რომ ბლუზი გევასებაო და აი ცოტა სახე მივიღე რაღაცნაირი რა და არა მეო მევასებაო
ძველი ბლუზი. ნუ ძველი მეთქი მეოსება თქო და რომელი ბლუზი გევასებო ძველი მეთქი, ნუ აი 60-იანები რაღაცები მეოს. არაო ბიჭო, ეგო ყლებობა არისო. მეო მევასებო ბლუზი აი სანამ ჩაწერას დაიწყებენ. ანუ 30-იანი წლების. საიდან გაგმოსწონი? ბიჭო, აღარ შევედი მაგ პოლემიკაში, ანუ შენ საიდან იცი მაშინ? აი შენი თქვის არ იყოს რა, ელექტროენერგიას რო არ აღიარებს რა, ეგ პონტი იყო რა, კაროჩი. აი ადრე რო წერდნენ შეიძლება იმაზე რა ქვია, ხო იცი? სანთლის ესენი იყო, ცილინდრები იყო რა და კაწრავდნენ. კაწრავდა რა. ხო ეგ მაგებზე უსმენ. მაგას შუმერული მუსიკაც ეკრება მოსმენი ადრე ხო რაღაც. ხო გაბაზდა რომ ვითომ შუმერებიც რაღაცა ეგეთ არსებობდა რა ეგ ტექნოლოგია. რკით თუ რაღაც ესე იწერდნენ იმაზე თიხაზე რა. ოი ვიღაცები რო კაწრავენ ვინილებს თბილისში, იცი? დაიწყეს ხო? ხო. იმ დღეს ფაბრიკაში იყო რაღაცა ვინილების ფეერი, რაღაცა ბევრი ესეთი სტენდი იყო და ვინილები იყიდებოდა და ჩვენც ვიყავით იქ და ბიჭები იყვნენ ახალგაზრდა, არ მახსოვს სამწუხაროდ რა ერქვა კანტორას, მაგრამ თავისი დაბეჭდილი დაკაწრული, დაბეჭდილი არა, ამოკაწრული ვინილები ჰქონდათ და რაზეც გინდა გიკაწრავენ. მართლა? ო რა შეგიძლია და მაგარი საჩუქარია რა. ფირფიტა ხო არა, ფირფიტა ერთი კამანდა მგონი ფირფიტა. არ მახსოვს, მაგრამ სადღაც დაბადების დღეზე რომ მიდიხარ ვიღაცას და შეგიძლია ამოუკაწრო რაღაცა და აი ხუჩუქო რა. აი ხა შენ ხო არ გაგვინილი შენ. შემიძლია რომ დაბადების დღეზე თუ დამპატიჟებ დაგიბეჭდო და თან ის არა აქვს მე მგონი რა შეზღუდვა არა აქვს რაოდენო ერთი შეგიძლია დაბეჭდო ხო მაგარია. დამპატიჟე დაბადების დღეზე და როდის გაგდაბადა? 8 ივლისს. აი კატრას. всё მაგარია. აუ მაგარია შენი ვინილი რა. აი საჩუქარია ზოგადად ვინილის. ეხლა ვიღაცა მაჩუქა და ძალიან მესიამოვნეს ასიამოვნო. კი. აუ აქ არ მაქვს თორე გაჩვენე. ჩემი ის არის ძირითადად საჩუქრება ანუ სანე რომ იმაქ საჩუქარი მეც აი სუაგროვებდი რა ეხა აი მასტიამ რო დაიწყო მე ეს რაღაც მემკვიდრობის აი ეგენი სულცილობდი რომ ყველა რაღაცა მე ლოლიტები? ბიჭო ლოლიტები არა მაქვს მე მგონი რა. მან შეგეშალა. ხო და რატო გავმაზე არ ვიცი. დაბადების დღე ხო არა მან მიუტან თავისას. მინდოდა მეყიდა კიდე მაგრამ მინდა რომ კაი სისტემა ვიყიდო რომ ვინილების საკმაოდ ცუდი მქდა. იმ დღეს მივედი ნუ საკმაოდ ძვირი ღირს მეთქი ხო შევაგროვებ თქო ფულს რაღაცა მივმართე მახითკენ გონება და მე მივხვდი რომ 2 წლის ბავშვი მყავს სახლში. ანუ ეგრევე თიცთხრის ან რაღაცას დინამიკში. მაგარს გეტყვი, ძველი იაპონური იმას უნდა მიაწვე ტექნიკას eBay-ზე, იპოვო. ბიჭო, გამიფუჭებს და ცოტა უნდა ვაცადო, სანამ გაიზრდება. ხო და ანუ მაგას გეუბნები, რომ ანუ old school-ი ირჩევნია თქო რა, თანამედროვე hi-fi რო იყიდო, ძალიან ძვირი გამოდა. ის შეიძლება თანამედროვეს მოусმინე, ვიყავ ხო, ვიცი, ხო, ძალიან არის. პროსტა ანუ ეგ პროსტა ძალიან იმებზე გადის რა და ისიც არ ღირს იაფი, მაგრამ ნუ აი ძველ მაგარ იაპონურ სისტემას გააძრობ რა. აუ მეც მინდა აი ძალიან მინდა პროსტა აი ვერ მოვაქუჩე რაზოს ეგეთი მეთქი ჯერ რაღაცა კაი ვინილ პლეიერი და მე სისტემა ჯერ ჯენელიკებში მოусმენ მეთქი მაგრამ და კოლექცია მაქვს რამხელა იცი ხო არა მაგარია რა ვერ უსმენ ბიჭო არ გინდა ეგეთი ის only vinyl selection brothers ეგეთი პროექტი მაქვს რა მარტო ანუ პროსტა ვინილი მარტო ვინილებით არანაირი ბიტ მეჩინგი და რაღაცები შეუძლებელი რაც გვაქვს სიმღერების ისა რა ეგეთ სადაც გინდა რა ეგეთი ივენთი გავაკეთოთ რა ანუ გავაკეთე ანუ შენი ვინილებით რო წამოხვალ და ხო დიდი სიამოვნებით პროსტა ჩართოს იმინა ხელი მეკავება ისეთი იცი როგორი ვინილები მაქვს აი რაღაცა first press-ები და ეხლა ამერიკაში რო წავალ X ამერ შევძრები, $1 ვირფიტეს ჩამოვაგებ, წამოვიღებ. სინგლებიც იქნება მაგას. აუ იცი ბერლინში რაღაც რამდენიმე აღმოჩნდა რომ მაგრამ დიგინგში ხო ცოტა ისეთი რა, მაგრამ მიმართლებს თუ რაღაც არ ვიცი რა. რაც კი ვიზუალს რას ხვდები ხა იქ პროსტა ჟანრი და ვიზუალს რაღაცა უნდა მიხვდე რა და აი პროსტა ბრენდომ სელექციას რო აკეთებ და ისეთი კარგი ფირფიტა, ანუ ყველა ფირფიტაზე რომ მინიმუმ ერთი ტრეკი რომ მაგარი იყო რა. ბიჭო, იცი როგორ რაღაცა, მე ჩემი გამოცდილებითაც ვიზუალი ყდის
artwork-ი ემთხვევა მუსიკას. თუ მევასება artwork-ი, მუსიკას მევასება. აუ, ერთი იცი რა მითხარი, ამერიკაში როგორ მიდიხარ, საიდან მოხვდით ვაფშე? ერთი ძალიან კარგი გოგო არის, სალომე ლილუაშვილი. გამარჯობა სალომე, აქედანაც. არ ვიცი ეს გადაცემა როდის გავა, მაგრამ სანამ დაემთხვევა. სალომე ლილუაშვილია, მე მგონი იგივე ვინც სუხიშვილები წაიყვანა. სუხიშვილები ვინც წაიყვანა, პირველი კონცერტი იყო სტეფანესი რა, მაგ ემოლას კორპორეიშენი გააკეთა. პანდემიიდან მოყოლებული იქ წავიდა რა, იქ არის და ნუ ესე უცებ რაღაც პირველი კონცერტი სტეფანესი გააკეთა, იმაში ვებსტერ ჰოლში იყო, ძალიან კარგი დარბაზი იყო. და მაგარი კონცერტი გამოვიდა რა, იქაც ეგრე იყო რომ სტეფანე იყო მარტო ჩამოსული და იქა ორი ქართველები ხონძი და თუჩა ვიღაცები დაემატნენ და საკაიფო კონცერტი გამოვიდა ძალიან. და მაგ დროს იყო რომ მაგის after party-ზე კაკას 3 წლის წინ იყო, 26 მაისს იყო რა და მე მაგის after party-ზე უკრავდი მე როგორც DJ რა. ეგრე წავედით მაშინ რა. ხო და მე უკვე რაღაცები აი სუხიშვილები ძალიან მაგარი იყო. ხო და ეხა რაღაცა ვილაპარაკეთ, ნუ გავაკეთოთ და რაღაც ძალიან კარგი დარბაზი იპოვა, Palladium Times Square ქვია და იქ გვექნება ჩვენც რა კონცერტი და ისეთი მაგარი კარგი გამოხმაურება გაქვს. ხო, რავი, ევასებათ ეხა რა სერიალს ყველა უყურებს ეხა ემიგრანტები და როგორი ამბავია, იცი რომ ანუ რა საკობრივი რეინჯი ყავს იცი ანუ ყველა ანუ მართლა ანუ ვიღაც ამას მე და ანუ ხადავდით რომ რაღაცა ცოტა კაცები მოდიან და ბავშვობიდან გიყურებს და რაღაცას მეთქი ან მე რამდენი წლის ვარ ან შენ რამდენი წლის ხარ ყოფდები რაღაც ბავშვობიდან და ეხლა მე გამეორების უმიდის ხოლმე რა იმაზე ფორმულაზე და თან ახალი generation-ზე ემატება რა და სულ ეგრეა რაღაც კარგი სინთეზი გამოვიდა რა რაღაც ძველი სიმღერების რო ცოტა გრანჟი და რაღაცა ელექტროგიტარით რო ასმენინებ ეგრე გამოვიდა რომ ძველები უსმენენ თანამედროვე ჟღერადობით ძველ თავის საყვარელ სიმღერას და ახლები რომელიც ძველ სიმღერას არასდროს არ მოისმენდნენ იმას ისეც ასმენინებ თავისი თვის გასაგები ჟღერადობით რა და მაგრა გაასწორა და მაგმონში აი ეს ის რო მართლა რო ვიღაც ქალბატონიდან დაწყებული პატარა ბავშვიც რომ მოდის და ძალიან კაია ეგ ისა DJ-ზე ხმარო კიდე კი ეხლა ცოტა ჩამორჩენის ხერხს ცოტა ჩამორჩი ეხლა მოვლენებს მიმდინარე მოვლენებს მაგრამ DJ-ი როგორი ამბავია იცი რომ აი ლაივებს რო უკრავდით მე და თოკამ რაღაცა ბენდი რო ცოტა შემოგვეცალა რა დავჭით მე და თოკა და რაღაც ის ჩვენი ვიტამინის ლაივები გადავაკეთეთ ხო თავიდან ვიტამინის ცოტა კომპიუტერი ლეპტოპი რო არ ქონდა თოკას ისეთი დაგქონდა ხოლმე და გერმანიაში პირველად მე ეგეთი კონცერტი რო ეს кейსი წავიღეთ რა და იქ მონიტორი დაგვახვედრეს და ანუ ლეპტოპი кейსი წავიღეთ რა და ანუ ეგეთი კომპიუტერულ ლაივს უკა პირველად დავკარით 2007-ში ის იყო მგონი კაკრასთან მგონი ეგეც ანაბეჭდის ის იყო კუსტბა იმაზე 2007-ში აქ აღარ ვიყავ ეთნოგრაფიულში ხო შენ მე მგონი ხო ლონდონში იყავე და მან დავკარით პირველად რაღაც ეგეთი ლაივი მე ელექტრონავტებზე დავკარით კიდე საკაიფო ის არის მაგრამ პროსტა იმ სიმღერის ის არ მაქვს მაგრამ მაგარი ანუ აღარ ანუ ბოლო დროს DJ-ი ახლა ბოლო დროს ცოტა ჩამოურჩი რა მოვლენებს რა ეხა არა ხო როკერი კაცია ბიჭო ეხა ცოტა 13 სადინო გაქო მეუნებიან და ჩამორჩიო ხო ხო და ბიჭო ხო რა ვიცი თან ცოტა ძალიან ყველა რო DJ-ი გახდა ცოტა ესეთი დიდი ხნის წინ მოხდა ეს არა დიდი ეგრე მასიურად არა ეხა აი მართლა ანუ ყველასა დარბაზებში თითო პოდკასტი და თითო DJ არის რა ჯერ ყველა ის გახდა მე ყველა ბერი გახდა მე ყველა გეი გახდა ხო და ეგრე ჩვენი ელექტრონულ მუსიკასთან შეხება ეგრე იყო რა. ბიჭო, ჩვენ ხო გამოვედით მაგ სტატუსიდან რომ ყველას პოდკასტი აქვს პონტი. ხო დავიკვიდრეთ თავი. ხო, არა, ზუმუკი არა. ის ხო აღარ ვარ, რომ ყველას პოდკასტი. არა, სადარბაზოში გახსნილი პოდკასტად აღარ ითვლება, არა, ხო.
ხوار გავხსნათ კიდე რა. კიდე ერთი პოდკასტი გვაქვს. საბ პოდკასტ, საბლეიბლი. კაიფო. ჩემ მეგობარი მეუბნება რომ პოდკასტი მინდაო რა გავაკეთო რა და ეს პოდკასტი უცებ ხო არის რო ქირაობენ რა და პროსტა შედიხარ შეგიძლია ფული გადაიხდა შეხვიდა ძირითადად ყველგან არის ფარდები რა ეს დიდი ფარდები რა და ეს მეკითხება რომ პოდკასტი მინდა გავაკეთო და ეს ფარდაო აუცილებელიაო პოდკასტშიო იგებს ფარდა იგებს ნიცა ჩვენც კი გვაქვს ფარდები აუ რო აღმოჩნდეს რომ ამ ფარდებს უკან არაფერი არის როიცოდნენ ეს რა არის უკან რა კიდია ეს მახურავს მე შეჭი სად გახურავს სახში ესეთი პლედი მაქვს მართლა ხო პლედია არა ბიჭო ფარდა ვაში მე ხმარო ფარდას პლედს ბიჭო რაღაც დროს მე მგონი ეს უნდა გაიხსნას და უკან რო არ ტრუმენის შოუში რო არაფერი არ არის ეგ რა გადაწევ წვანე ფონი რო უკანაც კი ეს მე მგონი ეგრე უნდა აქ გადაღება ეგრე უნდა დაამთავროთ რომ ეს გასახურავი უნდა გაიხსნას აი სულ მაინტერესებდა თქვენ აი შენ როგორ დაიწყე ხე ზმუკის შენგან სულ ზმუკის უმეხს ეს თვითონ ფრაზა ის სიტყვა რა და აი პოდკასტის გაკეთება როგორ რატო გადაიწყე უნდა მოსულიყავი ლაივზე ხო და მე გავამაზე სამწუხაროდ არაფერი ბიჭო აი გახსოვს აქციები რო დაიწყო როდის ყოველი წლის წინ თუ წელიწად ნახევრის წინ რა უკვე 3 წლის წინ არა 3 ნუ მოკლედ როცა იყო ძალიან გავდა პანდემიას რა რას გულისხმობს პანდემიის დროს გავაკეთე სირკუს მერკუს და ყველას ეცალა და ყველაზე მაგარი რაღაც კლიპები გადავიღეთ რაღაცები და ეგეთი სიტუაცია გაიჩნდა რომ არანაირი შეკვეთა არანაირი კონცერტი და ვზივართ ბიჭო და გოგას ვებაზრები ტელეფონზე რომ მეთქი რა ვქნათ ხო და პოდკასტი ხო არ გავაკეთოთ რა და პოდკასტ ორი ტელეფონებით ვაპირებდით გადაღებას რა რომ ლიჟბი რამე საქმე გქონოდა რა დაჟე შენ იცნობ პროსტა ეხა აქ არ ვიტყვი სხვებს ფიქრობდით თანაწავყვანებად ფიქრობდით დაჟე ფორმატით ცოტა სხვანაირი გვინდოდა და მე ბახალა რო გამახსენდა აუ ბაფსეო და ოხ თვალი კინა მომითხარ და ბახალა რო გამახსენდა დაურეკე ბახალამ კიო და გვაჯისთან ვაპირებდით ჯერ გაკეთებას მაგის გვაჯისთან სტუდიაში და ნუ ძალიან დიდი და ის გრანდიოზული სტუდია არ მოგვეწონა და ბარემ ჩემთან სახლში თქო და ძალიან მარტივად რა ვიცი. მე მგონი იმუშავა რა. შენი გადმოსახედიდან როგორ იყო? შენ გიმატებენ ეხა ზმუკის გამო გოგოები? ზმუკის ტალღით ცხოვრობს. ზმუკის ინერციით მოდიხარ ეხა? ეგრე გამოდის. ანუ ზმუკი მოგაწვა კაროჩე რა. ზმუკი მომაწვა პახმელიაზე. ზმუკის პახმელია მანქა. ნიკა მაჩაიძე და ტუსა გააკეთეს CES-ში ესეთი რაღაც კოლაბი ქვია რა, კოლაბ 19 ქვია. და მე დამიძახეს რაღაც მოწვეული სტუმრის ფონდში, რაღაც ჯგუფი არის. თავის პროდუქციაში. და კვირაში, ანუ ერთი კვირა ამასთან ერთად ხარ ყველასთან გიწევს ჯგუფი არის როგორც სტუდენტები ვინც სწავლობენ იმას. ვინც სწავლობენ მუსიკას. მორჩა ეხა მეორე კვირაზე გადავედი და ძალიან საკაიფო რაღაცები იჩითება რა და მე ალბომი გამოდის. მაგარი მე მაგ გავლილი ეგ კურსი ხო და ძალიან საკაიფო არის კი. ხო აი მას ნიკასთან და ტუსიასთან რა და აი კარგი პროგრამა ძალიან საკაიფო პროგრამა აქვს რა აი ვაფშე უკვე მუსიკოსაც რო გაგისორდება რა აი თავისი რაღაცნაირი მუსიკის თეორიით მოყვებიან და ვიღაცებს არა ეგ კიდე სხვა არის შენ ამბობ პროდაქშენის კურსი და ეს არის ანუ ეს კურსთან არ არის დაკავშირებული არ დადიხარ იქ რა ონლაინ ჰარდზე სტემებს ტვირთავ მე აი ხა ამიტვირთა ტიპმა არც ვიცი ვინ არის საერთოდ რა მაგარია ჩამოვტვირთე ვოკალი დავადე გიტარა დავადე რაღაცები Strangers ქვია თუ სხვა რამე ქვია ხო იგივე ეგ არის ხო რა აგას რამოდენ ხო და ვიღაცები ვინც სწავლობენ მე იმათმა რომ ესი ტრეკი საწყობა და ვიღაცასთან ერთად განა მაგისთვის კეთდება რომ იმათმა გაიარონ ეგ პრაქტიკა ხო და მაგარია მე მაქვს ესეთი იდეა რა სხვათა შორის მომისმინეთ ვინმე თუ ხართ პროგრამისტი იქნებ დამეხმაროთ მაგაში. რა ვიცი, ხა მაგას ალბათ არ გავაკეთებ და მოვყვები მაინც რა, მაგრამ მგონია რომ საინტერესო იდეა. Demo Days-ის ფონდში. ხო. პლატფორმა რო იყოს, მაგ რაღაცა დემო, რომელიც მაგრამ მევასება და ვერ ვამსხავრებ რა. ძალიან ბევრი სიმღერა მაქვს ეგეთი, რომელსაც ან ვოკალს ვერ ვადებ, ან ვერ ვასრულებ ან რაღაცა. ავტვირთავ. Open source-ის ფონდში. შემოვა მოусმეს. ვა, ამას შემიძლია რაღაცა დაუმატო, დავამთავრო და ვიღაც ტიპები გიკეთებენ და ერთმანეთს უთავრეთ ტრეკებს რა. მაგარია ეგ.
დავაი. იქ იმაში. მართლა. როგორ გავაკეთე მე არ ვიცი მაგების კეთება. რა, ანუ შენ გინდა რომ ეხლა პროსტო პლატფორმა იყოს ანუ არაფერი, უკვე დაჟე AI რო იძულეთ თუ რაღაცა დაჟე აი store prompts თუ დაუჟე საიტს ეგრევე გაგიკეთებს AI. ვინმე თუ ხართ ვინც იცით ამის კეთება კი, დარწმუნებული ვარ რომ ბევრი ადამიანი ნალური პლატფორმა გამოვა, რომ მუსიკოსებმა ერთმანეთს production-ში დაეხმაროს. კი, რომელსაც საზღვრები არ აქვს რა და ძალიან საინტერესოა მართლა, იმიტომ რომ შეიძლება უცებ ახლა რაღაცა major artist-ის გამოგეხმაუროს რა. ხო რა, რატო არა? აფშე არაფერი ის არა. უსახმოდ ზიხარ შეხვალ დასკროლავ, შეიძლება რამე ტრეკი გაგისტორდეს. ხო, ძალიან მაგარი, ანუ ინსპირაციისთვის, რაღაცეებისთვის, ვიღაც დამწყები არტისტებისთვის ძალიან ის არის რა. ანუ უკვე პროსტა როგორი პლატფორმა არის, იცი იდეაში, რომ არ ტიპს ეგრევე ნახულობ საქმეში რა. პროსტა თავის დემოს კი არ გიგზავნის. რომ შენ არ შირდა რაღაც მოგეწონა არ მოგეწონა ანუ შენ რაც იცი უკვე იქიდან გამომდინარე იმას თავის იმის მუშაობის ამბავს არ ყვევ რა ტიპი თან მაგარი არის რომ სახე არ აქვს რა ანუ მარტო მუსიკით აფასებ რა ხო ანუ ეს არ არის რომ აუ ის არის და აი ხა იგივე ამ და ფიშკა უნდა იყოს რომ თავიდან არ იცი ვაფშე ვინ აკეთებს თუ რაღაცა მე ბოლოს უნდა იასნებოდეს ვინ არის რა გამიშნელობა გვან თავარია საბოლოო შეიძლება ერთ დემოზე 10-მა 100-მა კაცმა გააკეთოს მაგრამ ერთი იყოს კარგი ან რა ვიცი რა მოკლედ მგონია რომ ძალიან საინტერესო და ყველა ერთ-ერთი კიდე ფიშკა რა იქნება იცი თუ რაღაც ანუ ინტერაქცია რო ჩართო რა ჩატიც უნდა იყოს ხო რომელი ჯობია თუ რაღაცა და შეიძლება ანუ აღმოჩნდეს რომ შენივე ის ვერსია ურჩევნია ხალხს რა ხო ჩარტები უნდა იყოს რაღაცა რა ვისმინე იქ იმაში იმათი CS-ის ამბავში რამე თემას იძლევიან და იმ თემას არა ნახე ესე არის შედიხარ Google Drive-ზე პირველი კვირა წერია. პირველ კვირაში თემები ხდება. ნეკე, ანუ ნიკა კოჩი ვიცი რომ ჩემი ფოლდერე ნეკე და ვიღაცა 200 წერია, თორე 100-ზე არ ვარ ვინ არის. შევდივარ მაგ ფოლდერში ხდება სტემები. ანუ ჯერ ტიპი ხცეს რომ მე ჩავაგდო თუ ჩააგდებ. მეუნე ჩააგდე. ძირთან ვაგდებინებ ხო. ეს დამხვდა ჩაგდებული რაღაც სტემები, ჩავამქარში. ვა. სტემები არის არხები, აი დრამი ცალკე, ბასი ცალკე, გიტარა და რაც არის რა ინსტრუმენტი ცალ-ცალკე რომ შევყარო ჩემ პროგრამაში. დავკაჩე მოусვინე ამას თავისუფლად დავადებ ვოკალს დავადე ვოკალი სხვათაშორის პირველი ვოკალი მაქვს I never cared for collaborations ანუ ეგრევე ვაჯო collaborations просто ნუ პირველი ეგ მომივიდა ვიმღერ და ძალიან მშვენიერი ტრეკი გამოვიდა ვიღაცა ბიჭთან ერთად ვაკეთებ რა და ხო და ესე მე შემდეგ გადავიდა შემდეგ კვირაზე ისე ვიღაცასთან ვაკეთებ ვიც არ ვიცი ვინ არის და რამოდენიმე ერთთან მოსინჯა ანუ ერთთან კი არ განავითარ ტრეკს არა, იმ ერთ ტრეკს ერთ ტიპთან აკეთებ. მორჩეის. მეორე კვირას უკვე სხვა ტიპი ხდება. რანდომ ანუ და ყველასთან შეიძლება მოგიწიოს. შეიძლება კი არა უცილებლად მოგიწიოს ყველასთან. ყველასთან უწევს მუსიკის კეთება, რა. ხო და იმ დღეს კონცერტის მერე მოვიდა ადამიანი მითხრა რომ ჩვენ იმაში ვართ მეც იმაში ვარო და შემდეგი კვირა ჩვენ გვიწევს რა მეთქი რა მაგარია ხო იმ დღეს იყვნენ ბევრი CS-ის ახალი ტიპები მოსულები საუნდზე და რაღაცეებზე ეთყობა ტესტად მაგათაც რაღაცეები გაატესტინეს თქვენ აწყობის დროს რა ისტორიებიც მივხვდი ხო და ამ ბოლო დროს კოლაბორაციები მაგრა გამისწორდა ხო ეხლა მუშაობ მე და ზურაჯიშკარიანი ვაკეთებთ, ჩემი სიმღერა რაღაცა, ზურამ ტექსტი დაწერა, დაჟე ეს რო გავა შეიძლება უკვე იყოს რა. ძალიან მაგარი გამოდის. და ანუ მაგრამ ზურა იმასთან ზურებთან მუშაობს, ზურა ჯავახიასთან ერთადაც გავაკეთე ეს. ხო და მე და შენს ხო და მაგით მიმყავს, მაგითო გიყვევი მაგას. ხო, იმიტომ რავი, ბავშვობიდან მოვდივარ და რაღაცა ერთად არაფერი არ. ერთად არაფერი არ გაკეთებული და მაგონი გაასწორებს რა მეც ანუ რა დავაკვირდი ანუ კოლაბორაციონისტი ვარ რა თუ რაღაცა რა ანუ კარგი გაგებით და არა რაღაცა ხო ხდები მაგას რო ვებძვით მეხუთე კოლონის მიმართულებით არა ანუ მართლა ბევრად მირჩევნია მუშაობა მეგობრებთან ერთად ვიდრე რაღაცა აი
ანუ ცოტა ისეთი ტიპი ვარ რა, ეტყობა რა, რომ აი საკუთარ თავს უფრო ატყუებ რა, ანუ პროკრასტინაცია ხო ყველას გჭირს თუ რაღაცა და ანუ საკუთარ თავს უფრო უправებ რა, რომ აი ორივეს თავისი ადგილი აქვს რა. ეს ამ სიმყუდროს ეს მარტო რო აკეთებ რაღაცა ინტიმი აქვს რა. კი, როგორ არა, ეგ თან მე როგორ არის იცი რომ აი თუ უცბად იმ კოლაბორაციამ არ წაიღო, მე საკუთარ თავზე ბრაზდები რომ მარტო უფრო კომფორტულია თუ რაღაცა მაგრამ არის ხოლმე რომ ხონია მე კარგ მუსიკოსებთან ერთად და ნუ არ წაიღო და სულ ეშვებით რა. ჩემი ინიციატივები და ძალიან მაგარი. მაინც უფრო მევასება აი რაღაცა ერთობლივი მუშაობა ტიპებთან ერთად. თუნდაც ვაფშე ახალ ტიპებთან ერთად კოლაბორაცია ბაკურ ბურბულთან რეკორდი ძალიან მაგარი სიმღერაა და რატომღაც არ გავარდა ძალიან დიდი ხნის წინანდელია. გოგა, ქვევით გაუშვათ რეკორდი გაუშვათ, კი, იმიტომ რომ მართლა კარგი სიმღერა გამოვიდა იმაზეა რა ის მოტივი ბაკურამ ჩაწერა ალბომი ფაკურამ ჩაწერა ალბომი და მე ეს ტრეკი შევიდა რა იმ ალბომში რა და საკაიფო ტრეკია მე სულ ბაზრობდით რომ რაღაცა ერთი რაღაც დავტოვოთ მეთქე ვიდეოც კონდეს რაღაცა რაღაც ვერ მოვაბით თავი მაგრამ ნუ კარგი ტრეკი გამოვიდა ძალიან მოგაწოდო გიტარა დავაი გადაუკრათ მუზა დაუკრა აუცილებლად ისეთი რა გაგვიხარდება ყველას რა რა ლამაზად მოგაწოდო რა ლამაზი ხარ ამ სიმღერაზე მე ვთქვამს რომ აი რაღაცა ერთმანეთი შეგვიყვარდა და რაღაცა ამ სიმღერას უსმენდა და აბა ერთის მედიატორი სიამოვნება ხო და ეგეთი სიმღერა რა ნუ ხო რა ჩემი საყვარელი სიმღერა არის და ნოსტა ვიდეო ვერ ვაღირსეთ ოკმელა ჩემი მეგობარი რომელიც ახლა ციხეში ზის ალბათ როდესმე ნახავ როდესმე არა მალე ამას ზოგადად შეგზავნა შეგვიძლია ხა რაც მოხდება მაყოლობს ხო და ოკმელ მიყვარხარ ჩემგანაც სიყვარული დიდი და ამ კლიპს ვიღებდით ოკმელას ერთად მაგის მერე არფერი მცდელობა არ ვქონე იმიტომ რომ ოკმელას გადასაღებია ამ სიმღერის კლიპი რა მოკლედ რა და აი ეგეთი სიმღერაა რა
სპექტვალებს და იმ სიტყვებს ჩემს მედი ვერავინ ეტყვის რომელიც მხოლოდ გეგუთმნის შენ ხარ ჩემი ოცნების მუზა მე შენს კუნძულთან მინდა რომ ჩაუშვა ღუზა რადგან შენ შენ ხარ ჩემი ოცნების მუზა მე შენს კუნძულთან მინდა რომ ჩაუშვა ღუზა რადგან შენ ხარ მხოლოდ შენ მხოლოდ შენ კაია. კარგი ხარ დათიკო. კარგი იყო. კარგი იყო. სიყვარული ხო და ამ სიმღერაზე ყველაზე ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე ისეთი ფიდბექი იყო რომ ხადურამ ქართული როკის ენციკლოპედიის მამა ჩვენი არჩევ ტოისკი ეგ არის რა მითხრა რომ მოკლედ 21 საუკუნის დასაწყისიც საუკეთესო ათეულში შევიყვანდი ამ სიმღერას რა და საყვარელია ძალიან. ხო და რავი ხო პეჭედი არტყია. არტყია ხო პეჭედი აქვს და სიყვარულიანი არის. იცი როგორი სიყვარულიანი ქვეყნის ტრეკი არის? აი ხა იმ ბავშვებს ფული რომ მოუგროვეს უცბად 2 დღეში, აი ეგეთი სიყვარული. ეს სიმღერა ბევრად დიდი უნდა იყოს დაჟე. ვიდრე არის. ხო? ანუ ბევრად სახალხო უნდა იყოს რა. ხო, მაგრამ ნუ აი რაღაცა იმის არ ჩვენ წრეში კი არის სახალხო, მაგრამ იმინო სახალხო უნდა იყოს. არ არის გავარდნილი. ო, არ არის გავარდნილი. არა და ეხა რო უსმენდი ძალიან მიყვარს. ხო, იქნებ გავარდეს აქით. ამის ჩანაწერი ვერსია არის? კი, იქნება ეხა როგორ. არსებობს რაღაცნაირი, ხო. რა კარგია. ხო და ყველაზე ამბავი ის არის რომ დაჟე ვიტამინის არ არის ჯერ კიდევ, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობის ტრეკები არისო აქამდე არანაირ პლატფორმაზე რა, YouTube-ის გარდა ისიც ჩეცდეს pages, შეცდეს YouTube-ზე იყო დადებული, რაც ამქენ არსებობდა რა ეს ტრეკები და ამდენი წელი ვერ მოვაბი თავზე რომ Spotify-ზე, ან ჩემი შვილი მეხვეწებოდა რომ მეგობრები მთხოვენ რაღაც Spotify-ზე მამაშენი სიმღერები მოგვასმენთ თუ რაღაცა რა, აი კი შვილო აი რაღაცა ეხა ვდებ და როგორც იქნა მოვაბით თავი. აი ხა არის? კი, რაღაცა ძალიან ქართული Spotify-ზე მოусმინეთ. Bloom Music არის ესეთი კარგი ის არის მათი დახმარებით ავტვირთეთ და ეხლა რაღაც ძირითადი ეს ალბომი დავდეთ, რაღაც ახალ შედარებით ახალი სიმღერები და ეხლა ყველა სიმღერა რაც გვაქვს აქამდე არსებული, მაგებსაც ავტვირთავთ რა და რაღაცა იქნება ხო. ერთი რამ მითხარი, იცი შენ ეხლა გამახსენდა რა. არ ვიცი რამდენად გინდა მაგას ლაპარაკი, მაგრამ ეხლა რა ქვია თქვენ ბენდს? გამოუვალი მდგომარეობა. და რატო ერქვა მარტივი გამოსავალი? არასდროს არ მიკითხავს. ბიჭო, ეგ სული საკითხია რა. იცი რა იყო რომ ხო, რავი, შეგვიძლია ვილაპარაკოთ მაგას. დავაი თუ არ არის, დავარ ტეხავს. რაღაცა ისეთი უთანხმოება მოხდა, ჩვენ რო სერიალიდან წამოვედით თუ რაღაცა რომ
ივანოს ისტორია რო დამთავრდა სერიალში თუ რაღაცა, ეგრე გადაწყვიტა სცენარის ავტორმა. რაღაცა ისეთი უთანხმობა მოხდა, რაღაცა მე სხვა არხზე რაღაც პროექტის გამო გაიშითა ვანო და რაღაც ის იყო და სახელი იყო სერიალის მუსიკა ჩვენი იყო და რაღაცა ეს გაბრაზების ფონზე თუ რაღაცა გარემოებების გამო არ დავკონკრეტდები. მოხდა რომ რაღაც საავტორო იმეების ამბავში რომ რაღაც კი ბატონო მუსიკა მაგათია, მაგრამ სახელი ჩვენია და მოდი სახელი გადაირქვან თუ რაღაცა და დანარჩენი რაც უნდათ ის უქნიათ რა და ჩვენს მარტივი გამოსავალი ვიპოვეთ და ეგრეც დავარქვით ბენდს რა და რაღაც პერიოდი მარტივი გამოსავალი იყო, ცოტა ხალხი გაუგებრობაში კი იყო, მაგრამ ყველას ეს ხდებოდა ყველა რაღაცა ხო გამოვან მდგომარეობა მე დავაგდით ეხა ისო მე დაულაგებელი რა არის ეხა რეალურად ამ ქვეყანაში დაულაგებელი ხო არაფერი არ არის იდეაში კონცეპტთანაც დაალაგებადი არის ყველაფერი საერთოდ აი ან მართლა თავარი მოსმენა რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ რა ცოტა ისეთ რომ გადაუხვიოთ კი არ გადაუხვიოთ გადმოუხვიოთ მართლა იმაზე ვილაპარაკოთ რომ რაღაცაზე ხო უნდა შევთანხმდეთ რა და შესაბამისად იმ კონკრეტულ ამბავზეც ეხა მეგობრები ვარ და შეუთანხმებელი არაფერი არ იყო და მე ისევ გამოვუღან ანუ მართლა ეხა რა სასაცილო იყო ცოტა რაღაც პერიოდი, მაგრამ რამდენი ხანი იყავით მარტო რაღაც 1 წელი თუ 2 წელი არ ვიცი, რაღაც 1 სეზონი რა, რაღაც 1 სეზონი ზაფხულში, რაღაც ეგრე მოვა. ისე თქვენ ზაფხულში მაგრამ მუშაობთ, ხო? ზაფხულში მაგარი არა, აქამდე მუშაობდი თორე, ეხა ყველა ვენიუში დაჟე როგორი ამბავი გვაქვს, იცი რომ აი ცოტა დამოუკიდებელი ვენიუები რო გონია ეგენის კი აღარ გავკონკრეტები, მაგრამ აი რაღაცა ისეთი უცბად გაწყვიტეს ჩვენთან ურთიერთობა, ძალიან დაალაგებული, გაშალაშინებული რაღაცა ხო ხდები, რაღაცა პოლიტიკური მიზნით. ხო, პოლიტიკური მიზნით, ანუ გონია რომ independent venue вообще არაფერ შუაში არ არის, იმებმაც კი რაღაც პონჩი, ოლეოლას გამო თუ რაღაცა ყლეობების გამო უარი განაცხადეს ჩვენთან ურთიერთობაზე რა, მაგრამ it's okay, რაღაცა მაინც რაღაცა ჩვენს ვცდილობთ რომ ცოცხლობთ რა და ეხა შენასაც ღერი venue ვინც არის საკონცერტო დარბაზია მაგრამ ჩვენ venue საკონცერტო დარბაზებმაც განაცხადეს უარი ჩვენთან თანამშრომლობაზე მაგრამ რავი ეს მაგათი პრობლემა უფრო არის ვიდრე ჩვენი თორე ჩვენ წყალი ხო იცი ყოველთვის იპოვის თავის იმას რა გასაკეთებს და არა უშავს სადღაც რაღაც დროში დავაგდებ ყველაფერი მაგრამ რითის თქმაც მინდოდა რომ სადღაც უნდა დავლაგდეთ მე მგონი რა იმიტომ რომ ერთმანეთს ვერ დავხოცავთ ხო ფაქტია რა არ ვარ ჩვენი უნდა ვიცხოვროთ მიუხედავად ვიღაცებს იმათ შეიძლება ჩვენი დახოცვა უნდოდეთ მაგრამ ჩვენ ვერავის ვერ დავხოცავთ და რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ მოკლედ რა ერთ რაღაცაზე ერი უნდა შევთანხმდეთ ერთ რაღაც ნებისმიერ ამაზე რაღაცაზე რაზეც სამწუხაროდ საერთოდ არ ვარ შეთანხმებული არაფერზე ვერ ვთანხმდებით ან მართლა აი თეთრია მაგაზეც ვიღაცა გეკამათება რომ არა გაღიზიანებულები ერთმანეთს ყველაფერს ხო და ეგ ხო მართლა ხელოვნურია რა რეალურად რა გამწოვებული ხო და მოდი ყველაზე პირველ რიგში ცირაზე შევთანხმდეთ რომ ადამიანებს პატარა ადამიანებს ვინც ეხა ვითარდება და ეხა სწავლობს სკოლაში მაგათ გამოხდება ხელმოწერების შეგროვება, რომ სკოლაში უფასო კვების მოთხოვნით 10000-მდე დაახლოებით ამ ეტაპზე მოგროვებული შეიძლება ცოტა მეტი. 30000-მდე რომ მოგროვდეს, იურიდიული ძალა აქვს თითოეულ ხელმოწერას და მიდის კანონი პარლამენტში და იქ უკვე განხილვაში შევა და ბავშვებს კვების უფასო საჭმელი ხელი რა. ვთქვათ რომ რუსთაველის მეტროსთან ყოველდღიურად განან ადამიანები ვინც აგროვებენ ამას და ვინც მოხვდებით. ხო, ონლაინ პეტიცია არ არის ხელით უნდა ანუ აი მაგას აქვს იურიდიული. ჩემი აზრით არც მაგას არა აქვს აზრი, იმიტომ რომ თუ ერთი ადამიანის ნება არ იქნება, მაგრამ ეგრე ნუ ვითვლით რა, ისეთ თემა არის ბავშვებს ეხებათ ნეიტრალური. ნუ ამდენი ხანი ეხებათ და ეგ ხო იცი, ძალიან მარტივი გადაწყვეტილება. ეგეთ რაღაცებში თუ შევთანხმდით, ხო მე სხვა რაღაცებს ეხა ბავშვებზე თუ შევთანხმდით, რომ რუსთაველზე დგანა, რუსთაველის მეტროსთან დგანა, ვინც ჩაივით გამოიძილეთ. ეს ისეთი საკითხია, რომ აი რა შეთქვი, მაგაზე მგონი შეგვიძლია შევთანხმდით. რომ ბავშვებს სკოლაში, მაგრამ ანუ მაგაზე გაცილებით
უფრო მნიშვნელოვან საკითხზე ვერ ვთანხმდებით, რომ გასაგებია, ჭამა კი არა, წამალი ჭირდებათ. კი, იმაზე ეუბნებიან უარს და ხო და მაგაზე წეგან შენი სიყვარულიანი ტრეკის მერე მაგი ვთქვი, რომ სადაც ამ დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების გამო მოსახლეობამ 2 მილიონი ააგროვა ორ დღეში. აი ეგ არის სიყვარულიანი ქვეყანა მართლა და არა რაღაცა ის დაპირისპირებული მართლა იყო რა. და ესეც ყურადღება მისაქცევია რომ ბავშვებს ის კონეთ ჭამა სკოლებში. აჰა, შეზმოკი. პაშიანი. შვენიერი იყო გენაცვალეთ. შვენიერი. მე მართალია ნახევარი ასე არა მოგიყვები მე. არა, ყველაფერს усმენდი, უბრალოდ მე ვიყავი გათიშული. ნუ მისტირი მაგას მთელი ბოთლიებს. მადლობა და სიყვარული შენ. მადლობა თქვენ. კაი ხალხი ხართ. მიყვარხართ, კოცნით გეხვევთ. Everybody dance now.